მოადგილე ბევრ შეძლებს მომავალი წინა აქვს და საკმაოდ კარგი რესურსის აქვს წინ გაგვაჩნია და მე მიხარია მაგრამ რომ ანუ ბაზა გეკითხება ამის ბედნიერება და პატივი რომ თქვენ აუცილებლად ამ კეთილის სურვილები რაც ჩელსი მარტო გამოთქმული ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ აბანოჩა თავისას დააფიქსირეთ ორი თქვენგან ძალიან ბევრი და გადაადგილება მოხდა 3-4 დღის წინ, ანუ ბატონი ლაშა გადავიდა სამხარეო ადმინისტრაციაში. და მისი ადგილი დაიკავა ბატონმა გოჩამ. ბატონმა გოჩა საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა 2004-მდე მუშაობდა, იყო მარნეულის გამგებელი, იყო გუბერნატორის მოადგილე. ანუ მუშაობდა მუნიციპალიტეტში ჩვენთან ანუ რუსთავში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იყო, ასე რომ მას გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს და მე მას წარმატებას უსურვებ, ვიცი რომ ერთად ძალიან ბევრი კაი საქმეს გავაკეთებთ. ჩატარდა უმრავლესობის შეხვედრა, ეს გამოწვეული იყო ბატონი გოჩას დანიშვნით, იქ დაინიშნა მერის მოადგილედ სოციალურ საკითხებში. მანვე გამოთქვა სურვილი, შესაბამისად საკენმოსყიდანაც გახდათ ინიცირება ამ კუთხით, რომ შეხვედრა შემდგარიყო ჩვენ სადამად შორის და შედგა სამუშაო შეხვედრა. შესაბამისად ჩვენ მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად დაუდასტურებთ ერთმანეთს გუნდური მუშაობის პრინციპი და მზად ვართ ყველამ ერთად ვითანამშრომლოთ და ერთად ვაკეთოთ ქალაქის საქმე. სოციალურ სფეროს ვკურირებ და სოციალური სფერო იქნება პრიორიტეტი, რა თქმა უნდა და არა მარტო სოციალური, აქ არის ქონების მართვა, აქ არის საწარმოო საკითხები, რომელიც დღეს აქ დაისვა საკრებულოს წევრებთან უმრავლესობასთან შეხვედრის დროს. ის მიმდინარე საკითხები, რაც ძირითადად დასაქმების პრობლემა არის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული და პრობლემატური, რთულად შესასრულებელი, მაგრამ უნდა დავიწყოთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გაცნობა პირველ რიგში საკრებულოს წევრების, საკრებულოს მუშაობის სტილთან, მეთოდებთან. ეს უნდა შეჯერდეს მერიის სამსახურების შესაბამის სამსახურებთან და უნდა იყოს დახვეწილი, მოქნილი, რაღაც ჰარმონიული თანამშრომლობა საკრებულოსა და ქალაქის მერიის სამსახურებს შორის.